ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპელ ლიდერებს მიმართავს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. მათ შორის მთავრობის მეთაური უკრაინული მხარის ინიციატივით უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ირაკლი კობახიძე დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გახსნეს. დეტალებს მაკუნა აბულაძე გაგვაცნობს. დავიწყოთ უახლესი ინფორმაციით, ორი ქვეყნის ურთიერთობები იყო შეხვედრის საუბრის მთავარი თემა, რომელიც როგორც თქვენს თქვით, უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ორი ქვეყნის, უკრაინის და საქართველოს პირველი დიპლომატებიც. რაც შეეხება მანამდე განვითარებულ მოვლენებს, ვოლოდიმირ ზელენსკის მანამდეც ჰქონდა შესაძლებლობა ის თავად მიესალმა ირაკლი კობახიძეს, მაშინ როცა მსოფლიო ლიდერები იპისის რიგით მერვე სამიტის ოფიციალურ გახსნამდე საერთობლივ ფოტოს იღებდნენ. ეს ტრადიცია არის ერთგვარი, რა დროსაც აქ შეკრებილი ლიდერები, სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელები ერთმანეთს ესალმებიან. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მიესალმა ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. რაც შეეხება მთავარ გზავნილებს, რომლებიც გაკეთდა ოფიციალური გახსნის შემდეგ, მასპინძელმა ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მით უფრო ახლა, როდესაც გამოწვევები მზარდია და მან ამის მაგალითად დაასახელა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ეს სამიტი და ამ სამიტის მონაწილეები საერთო მიზნამდე მივლენ და უზრუნველყოფენ საბოლოო ჯამში იმას, რომ რეგიონში მართლაც დამყარებული იქნას გრძელვადიანი მშვიდობა. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, მასაც ჰქონდა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის მხარდაჭერა და მან საკმაოდ ბევრჯერ ახსენა, რომ ახლა მნიშვნელოვანია რუსეთს აიძულონ დიპლომატიის ჩარჩოში დაბრუნება, დიპლომატიური ურთიერთობები იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს თითოეულ ქვეყანას იმისთვის, რომ ახლა ერთობლივად 360 გრადუსიანი ხედვა იქნა შემუშავებული იმ ფონზე, როდესაც ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობაა და მაშინ, როდესაც ახლა საჭიროა რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერება და უსაფრთხოების განმტკიცება. დღეს არაერთხელ ახსენეს, მათ შორის სიტყვით გამომცვლელებმაც, კანადის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პირველად ესწრება იპისის სამიტს, როგორც არაევროპული ქვეყნის ლიდერი, აქ შეკრებილებს კანადის პრემიერ-მინისტრმაც მიმართა და მან თქვა, რომ საერთო ღირებულებები აერთიანებს ევროპულ ქვეყნებთან და ძალისხმევა, რომელიც ახლა სრულიად ევროპის არის მიმართული რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად, კანადა ამ ძალისხმევას ძალიან აფასებს. თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერითა და მონაწილეობით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და მე მივიღეთ მშვიდობის დეკლარაცია, რომელსაც მოწმის სახით ხელი მოაწერა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების გზაზე ვართ, რომელსაც ჰქვია ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მშვიდობას რეგიონული მარშრუტების გახსნით და შექმნის ახალ საერთაშორისო მარშრუტებს აღმოსავლეთიდან დასავლეთის და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, რაც უდიდეს წვლილს შეიტანს საერთაშორისო მომარაგების ჯაჭვის სტაბილურობაში. აზერბაიჯანთან მჭიდროდ თანამშრომლობთ ჩვენი ორი ქვეყნის მშვიდობის განმტკიცების მიზნით. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთში მიმდინარე ღონისძიებას ესწრება, თუმცა ონლაინ ფორმატში. იმედი მაქვს მომეცემა შესაძლებლობა, რომ 2028 წლის სამიტს აზერბაიჯანში დავესწრო. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აქ იმყოფება. ეს სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტშიც, განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიო მზარდი და მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ევროკავშირი მზად არის, რომ იყოს სანდო პარტნიორი, რომ ეს ხედვა რეალობად აქციოს. უზრუნველყოს მშვიდობისა და შესაძლებლობების ამ მომენტის გარდაუვალობა ჩვენი კეთილდღეობისთვის. სომხეთის დემოკრატიის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ბრძოლა გარეთ ძალებთან და დეზინფორმაციასთან. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს სამიტი ისტორიულია. პირველად მოვიწვიეთ არაევროპელი სტუმარი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, რომ მონაწილეობა მიიღოს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში. ევროპაში გეოპოლიტიკური სიტუაცია ხასიათდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიით და ახლო აღმოსავლეთის
აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტებით. ეს მოწმობს, რომ ჩვენს კონტინენტს უსაფრთხოებისთვის 360 გრადუსიანი ხედვა სჭირდება. მზარდი ქაოსის სამყაროში ეს ხედვა საჭიროებს მკაფიო, ყოვლისმომცველ პრინციპს, რომ ევროპა უნდა იყოს კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის წინახაზე. უნდა განვაგრძოთ რუსეთზე ზეწოლა და დავძრათ რუსეთი დიპლომატიისკენ. საჭიროა ასევე დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ კი რუსეთი ამ ომს არ დაასრულებს. პირველ რიგში უნდა გამოვნახოთ ისეთი დიპლომატიური ფორმატი, რომელიც მუშაობს. ვუერთდები სხვებს და მივესალმები იმ პროგრესს, რაც მიღწეულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიმართულებით და მივესალმები პრეზიდენტ ალიევის აქ-ყოფნას. ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ კანადა არის პირველი არაევროპული ქვეყანა, რომელიც ამ ფორმატს შეუერთდა, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე ევროპული არაევროპულ ქვეყნებს შორის. ჩვენ გვაერთიანებს სამმაგი თანხმედრა, ისტორიის, ღირებულებების და ნდობის. ჩვენი ისტორიები მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. შეიძლება ითქვას, რომ IPC-ის რიგით მერვე სამიტს ნამდვილად აქვს ისტორიული დატვირთვა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ისტარდება ერევანში და მასში მართალია ონლაინ, თუმცა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევმა ბუნებრივია საუბარი დაიწყო იმით, რომ მშვიდობა აუცილებელია და მისი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ნამდვილად კარგი მაგალითია ამის და მან თქვა, რომ ახლა ეს ორი ქვეყანა სწავლობს, როგორია მშვიდობის გათვალისწინებით ცხოვრება, თუმცა მაშინ როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საუბრობდა მიუკერძოებლობაზე და კანონის უზენაესობაზე, ასევე ევროპულ ღირებულებებზე, ძალიან ხისტი და მკაცრი იყო ილჰამ ალიევის გზავნილები ევროპული სტრუქტურების მიმართ. მან გააკრიტიკა ევროპული საბჭო მის მიერ მიღებული სანქციების გამო, რომელიც დაუწესდა აზერბაიჯანს. მან მადლობა გადაუხადა ევროკომისიას და თავადვე განმარტა, რომ იგივეს ვერ იტყოდა ევროპარლამენტზე. ევროპარლამენტის მიმართ კი მოусმინეთ ილჰამ ალიევისგან, რომ ეს სტრუქტურა ყველაფერს აკეთებს მშვიდობის შენარჩუნების ნაცვლად, საბოტაჟისთვის. მანვე თქვა, რომ ბოლო 4 წელიწადში 14 რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელიც სავსე იყო შეურაცხყოფებით და მისი თქმით, ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, რაც როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი განმარტავს, გულის გამოწვეულია იმით, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ოკუპირებული ტერიტორიები და მან განამტკიცა სუვერენიტეტი. მსურს მადლობა გადავუხადო ევროკომისიას აზერბაიჯანის სომხეთის სამშვიდობო პროცესისადმი მისი პოზიციის გამო. სამწუხაროდ ყველა ევროპულ ინსტიტუტს არ გამოუხადავს მსგავსი მიდგომა. ერთ-ერთი ასეთი იყო ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი 2001 წლის იანვრიდან გახლავთ ევროპის საბჭოს წევრი. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა წერტილი დაუსვა სეპარატიზმს ყარაბაღში. ჩვენ თავად განვახორციელეთ 1993 წელს მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. აქედან 4 თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სანქციები დაუწესა ჩვენს დელეგაციას. სამწუხაროდ ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ისეთივე ღირებულია, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. რაც შეეხება ევროპარლამენტს, ეს კრება სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად საბოტაჟს მიმართავს. 2021 წლის მაისიდან ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან 6 თვეში 2026 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომლებიც ავსია აზერბაიჯანის შეურაცხყოფითა და ტყუილებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ 5 წელიწადში 14 რეზოლუცია ერთგვარი შეპყრობილობაა. უახლესი რეზოლუცია 4 დღის წინ მიიღეს მიზანმიმართულად ამ სამიტის წინ. ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება ჰქონდეთ ზოგიერთი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრობლემებზე, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა, უსახლკაროთა პრობლემები, ევროპარლამენტი სამიზნეში იღებს აზერბაიჯანს, ცილს წამებს მას და ავრცელებს ტყუილებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ასრულა სეპარატიზმი და პასუხისგებაში მისცა ომის დამნაშავეები. პასუხად აზერბაიჯანის პარლამენტმა 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტთან ყველა სფეროში თანამშრომლობა ოფიციალურად შეაჩეროს. შეწყვიტოს ევროკავშირი აზერბაიჯანის საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა და დაიწყოს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეწყვეტის პროცედურა. მსურს მივულოცო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, რომ ამ სამიტს სომხეთში მასპინძლობს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მერვე სამიტის ოფიციალური გახსნა დასრულებულია. ასეთი იყო ის გზავნილები, რომლებიც ევროპელი და არა მხოლოდ ევროპელი ლიდერებისგან მოვისმინეთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რიგით მეხუთე IPC სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ირაკლი კობახიძე. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე საუბრობდა.